მოჩვენებითი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ვაჭრობის მცდელობა დასავლეთთან თუ საერთაშორისო პარტნიორების წნეხის შედეგი რა იმალება რეჟიმის მოულოდნელი გადაწყვეტილების უკან. საქმე ჰააგაში ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას უკავშირდება, რომელმაც უკრაინისთვის საჩივრების კომისიის დამფუძნებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტმა უკრაინული მედიის გაოცებაც კი გამოიწვია და გაჩნდა შეკითხვა. ოცნების პარლამენტი ბოჭორიშვილის ხელმოწერის რატიფიცირებას გეგმავს თუ მხოლოდ ხელმოწერით შემოიფარგლება და მოსკოვს არ გააღიზიანებს. სალომე ლაბაძემ დაუსვლა სწორედ ეს კითხვა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორია რეჟიმის გეგმები. სალომე გისმენთ. რეჟიმის საკუთარ გეგმას შეიძლება ითქვას, რომ არ გვიმხელს, რადგან პირდაპირ დასმულ შეკითხვას აპირებს თუ არა ქართული ოცნების პარლამენტი ბოჭორიშვილის ამ ხელმოწერის რატიფიცირებას, ანუ დადასტურებას ამ პარლამენტის თავმჯდომარემ მკაფიოდ არ უპასუხა. შალვა პაპუაშვილმა მხოლოდ ის გითხრა, რომ იმოქმედებს ამ ხელმოწერასთან დაკავშირებული ვალდებულების შესაბამისად, თუმცა საქმე სწორედ ისაა, რომ ასეთი ვალდებულება არ არსებობს და როგორც ეს ალან ბერსემ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც განმარტა, მხოლოდ ქვეყნების კეთილნებაზე, მხოლოდ მათ სურვილზეა დამოკიდებული, ისინი ხელმოწერას დატოვებენ სიმბოლურ ჟესტად, თუ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე და ამ პროცესში ჩართავენ თავიანთ წარმომადგენლობით ორგანოებსაც. თუმცა, როგორც უნდა იყოს საბოლოოდ ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ის რომ თუნდაც სიმბოლურ დონეზე ივანიშვილის პარტიამ მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარდამჭერ ამ ღონისძიებაში, თავისთავადაა საყურადღებო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც რამდენიმე თვის წინ სტრასბურგში მოხდა, როცა ივანიშვილის პარტიამ მხარი არ დაუჭირა აქ იმ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც უკრაინაში რუსეთის დანაშაულთა გამოძიებას მოემსახურება. არადა ეს შეგახსენებთ, რომ მაშინ სტრასბურგში ჩასვლით ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისგან პირადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა. რა შეიცვალა ახლა, სწორედ ეს ვკითხეთ ჩვენ შალვა პაპუაშვილს, რომელიც დასავლეთთან ვაჭრობის შესახებ დასმულ შეკითხვას უწოდებს აბსურდს და ამბობს, რომ ოცნება უბრალოდ მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ის ასევე გვიტკიცებს, რომ ოცნებისთვის ასევე არ არის მნიშვნელოვანი გააღიზიანებს თუ არა მის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი კრემლს. როდესაც სახელმწიფო იღებს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობას ხელმოწერით და ვალდებულებას ხელმოწერით, თავისთავად ამას ყველა შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურები მოყვება და შესრულდება. რა პროცედურებით საჭირო არის, იმ პროცედურებს გაივლის როგორც გარეთ, ისე შიდა სამართლებრივი პროცედურები. მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართული ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვირჩევით უკრაინის ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და ყველაფერი რაც საჭირო არის, რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენ უკრაინელ ხალხს, ამას ვაკეთებთ ომის დაწყების პირველივე დღიდან. მათთვის ვინც არიან საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხოს დროშაზე მლოცველები, რა თქმა უნდა, მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელი არის. ჩვენ უკრაინელ ხალხს უჭერთ ხარს, მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართული ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადად იჩენს ქართული ხალხის მიმართ. და მაინც რატომ მიიჩნია ქართულმა ოცნებამ ახლა საჭიროდ ჰააგაში მაკა ბოჭორიშვილის გაშვება და მისი ჩართვა პროცესში, რომელიც უკრაინისთვისაა სასარგებლო და ითვალისწინებს საჩივრების განხილვის საერთაშორისო კომისიის დაფუძნებას. ჩვენ აზრი ამის შესახებ გითხეთ რეჟიმის მოწინააღმდეგეებსაც, რომელთა ნაწილი მომხდარს უკავშირებს აშხაბადში ირაკლი კობახიძის ვიზიტს და იმ გზავნილს, რომ თითქოს სწორედ აშხაბადში პუტინის გვერდით, პუტინთან ერთად წყდება ახლა საქართველოს ბედი. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ რეჟიმმა სავარაუდოდ ჩაატარა კვლევა, სავარაუდოდ რეჟიმმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც ქართულ ოცნებას უჩვენა, რომ ოცნების მომხრეებისთვისაც კი არ არის მისაღები ქართული ოცნების მარტო დარჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ ახლა ივანიშვილმა დაინახა იმის საჭიროება, რომ საკუთარ მომხრეებსაც შეუქმნას იმის ილუზია, რომ ის თითქოს სულაც არ არის მარტო და ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული კავშირი დასავლეთთანაც და სწორედ ამ სურათის, ამ ილუზიის შექმნას ემსახურებოდა ჰააგაში მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი. კიდევ ერთი ვერსიით კი მომხდარი შესაძლოა აიხსნას ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების უმძიმესი ბრალდებით, რის შემდეგაც ოლიგარქმა ივანიშვილმა დასავლეთთან ვაჭრობის საჭიროება დაინახა და ახლა ის სწორედ დასავლეთთან დაალაგებაში ხედავს ამ უმძიმესი ბრალდებისგან თავის გადარჩენის შანსს. ქალბატონი ბოჭორიშვილი ესწრება იმ შეხვედრას, რომელიც მისივე ხელისუფლების აზრით არის გლობალური ომის პარტიის თავყრილობა. ეს არის უპრინციპო ხელისუფლება, რომელიც როგორც სჭირდება, ისე საუბრობს, მუდმივად ატყუებს ქართულ ხალხს და რეალურად ჩიხში ჰყავს საქართველოს ევროპული მომავალი ამ პოლიტიკით.
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დღევანდელმა არალეგიტიმურმა რეჟიმმა მიიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, რადგან როგორც ჩანს ჰქონდათ ამაზე უფლება, ასე ვთქვათ, აღებული რუსეთისგან, თუმცა ვნახოთ ბოლომდე მიიყვანს თუ არა პროცესს ხელისუფლება. ყველა ის კვლევა, რომელსაც ატარებს ძალადობის და ქაოსის რეჟიმი, აჩვენებს, რომ ქართული ოცნების რეჟიმის მომხრეებსაც კი, ვინც დარჩნენ, მათაც აწუხებთ ქვეყნის იზოლაცია და ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან დაპირისპირება საქართველოს მეგობრობის გარეშე დატოვება, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და განსაკუთრებით იმ აშხაბადში თურქმენეთში პუტინთან ერთად კატასტროფული მარცხის შემდეგ, როდესაც იქაც გამოჩნდა, რომ ივანიშვილს რეგიონში პრაქტიკულად არაფრის ფასი არ აქვს და არანაირი ფასი არ აქვს, მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად საგარეო პოლიტიკური ასე ვთქვათ, ოპტიკა და სურათი გაეუმჯობესებინათ. არ მგონია, რომ ივანიშვილს რაიმე სახის რესურსი ან ვაჭრობის, ან გარიგების, რაც მას უნდა და შჩევია, დარჩენილი აქვს. ქიმიური იარაღის დანაშაულის გასკდომის ფონზე ქართულ ოცნებას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა საერთაშორისო არენაზე პოზიტიურ ჭრილში გამოჩენა. უკრაინის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმით მხარდაჭერა ამის საუკეთესო შესაძლებლობა იყო. უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს ზუსტად როგორც პუტინი, რომელიც დღისით მოლაპარაკებებს აწარმოებს და ღამით სამოქალაქო პუნქტებს ბომბავს, ივანიშვილიც გააგრძელებს ჩვენს დაწამვლას და დაჭერას, სანამ არ მიხვდება, რომ დასავლეთი მასთან არანაირ გარიგებას არ აპირებს, მაგრამ დღევანდელი ნაბიჯი მორიგი დასტურია იმისა, რომ ის სწორედ დასავლეთთან ვაჭრობს. საჩივრების განხილვის საერთაშორისო კომისია კიევისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია და ის გულისხმობს რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ დაზარალებული მოქალაქეების და არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის კომპენსაციის დადგენას, რასაც როგორც უკვე გითხარით, რასაც ქართული ოცნებაც აწერს ხელს, ოცნებასთან ერთად კი ხელმომწერია სულ 35 აქტორი. თუმცა იმისთვის, რომ ეს კომისია საბოლოოდ მართლაც დაფუძნდეს, საჭიროა, რომ მინიმუმ 25-მა ხელმომწერმა მაინც მოახდინოს საკუთარი ხელმოწერის რატიფიცირება და ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს გუშინ ალან ბერსემ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ითხოვა ხელმომწერი აქტორებისგან, თუმცა საერთოდ შედის თუ არა ქართული ოცნების გეგმაში, რომ ამ ხელმოწერის რატიფიცირება, ანუ პარლამენტის მიერ მისი დადასტურება მოახდინოს, ეს როგორც პაპუაშვილის კომენტარით გავიგეთ, ჯერჯერობით გაურკვეველია.